მოგესალმებით ყველას. დღეს განვიხილავთ UFC 325-ს. ელიმებიდან დაწყებული ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლით დამთავრებული. ეს იყო სანახაობრივი საღამო, თუმცა ველოდი რომ უფრო მეტი ეფექტური ფინიში იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იყო სოლიდური გამოსვლები და რამდენიმე მომენტი, რომელმაც შოუ მოიპარა. მოდი გავიაროთ ეს კარტი და ვნახოთ რა იყო მნიშვნელოვანი. დავიწყოთ პრელიმებით. ჯონათან მიკალეფმა ობან ელიოტს მეორე რაუნდში 3 წუთსა და 31 წამზე მახრჩობილი ცლია. ელიოტი დასაწყისში სწრაფი და ბასრი ჩანდა. მან სტრაიკინგში აჯობა მიკალებს და რაუნდსაც აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მძიმე დარტყმა გაატარა და დანოკდაუნდა. თუმცა მეორე რაუნდში მიკალეფმა სიტუაცია კლინჩში შეცვალა. ბრძოლა პარტერში გადაიყვანა, სადაც ელიოტმა კისერი დაუცველად დატოვა, რითაც გრეპლინგში გამოუცდელობა გამოავლინა. მიკალეფმა მომენტით ისარგებლა და ბრძოლა დაასრულა. შემდეგ ბრძოლაში ჯეიკობ მალკუნმა ტორეს ფინისთან მსაჯ და ერთსლოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მალკუნის კრივმა და პრესინგმა მას ბრძოლის უმეტეს ნაწილში უპირატესობა მოუტანა. ფინი თითქოს ჭიდაობას ცდილობდა, მაგრამ სტაბილურად თეიქდაუნების განხორციელება არ შეეძლო. რაუნდებს შორის მისი კუთხის მოსმენის დროს კი მივხვდი, თუ რატომ ვერ შეცვალა ფინიმ პირველი რაუნდიდან მესამე რაუნდამდე თავისი ტაქტიკა. ფინი ბოლოსკენ გააქტიურდა, მესამე რაუნდში რამდენიმე ფეთქებადი კომბინაცია შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კამერონ როუსტონმა კოდი ბრენდეიჯი მეორე რაუნდში 4 წუთსა და მერვე წამზე ტექნიკური ნოკაუტით შეაჩერა. პირველი რაუნდი უფრო კონკურენტული იყო, თუმცა როუსტონი უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა. ის მუდმივად წინაწვებოდა კოდის. შეტევებს მრავალფეროვნად წარმართავდა და საბოლოოდ რამდენჯერმე შეძლო კიდევაც დაეჭირა ბრენდეიჯი. კოდი ბრენდეიჯი მთელი ბრძოლა ბადეზე იყო მიკრული და კონტრშეტევებზე იყო დამოკიდებული. მაგრამ როდესაც როუსტონმა პრესინგი გააძლიერა, კოდი ბრენდეიჯს ამ პასიურმა მიდგომამ მარცხი მოუტანა. ბილი ელკენამ პრელიმები ჯუნიორ ტაფასთან მეორე რაუნდში შესრულებული მახრჩობელით დახურა. ეს ძალიან საინტერესო დაპირისპირება იყო. ტაფამ ჩემთვის გასაკვირისი სწრაფი და ძალა გამოავლინა. ორივე მებრძოლს ჰქონდა კარგი გაცვლები. მეორე რაუნდში ელკენამ კომბინაციებით თავისი რიტმი იპოვა. ტაფა პარტერში გადაიყვანა და ბრძოლა ფინიშით დაასრულა. ახლა კი მოდი მთავარ კარტზე გადავიდეთ. კილან სოლკილდმა დრო არ დაკარგა და ჯეიმი მალარკი პირველივე რაუნდში 3 წუთსა და 2 წამზე მახრჩობელით დაამარცხა. მულარკი დასაწყისში კლინჩის გამოყენებას ცდილობდა, მაგრამ სოლკილდი ამისთვის მზად აღმოჩნდა. შთამბეჭდავი თეიქდაუნი შეასრულა, თავით ჩაასო მეტოქე და ბრძოლამ 7 გაწონასწორებული გრეპლინგით დაასრულა. ეს იყო ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, რომელმაც სოლკილდს დიდი ალბათობით გზა უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ უნდა გაუხსნას, მაგალითად ტოპ 15-ისკენ. მძიმე წონაში ტალისონ ტეიშეირამ ტაიტუ ივასამ მსაჯთა ერთსლოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. სამივე მსაჯმა 29-28 დააფიქსირა. ტუივასა როგორც ყოველთვის წინ მიდიოდა, მაგრამ ტეიშეირამ თავისი გეგმის ნაწილი შეასრულა. თეიქდაუნები, ზემოდან კონტროლი და გრაუნდ ენდ ფაუნდი პარტერში. ეს სასტიკი ცემატყება არ ყოფილა, მაგრამ ტეიშეირამ პირველ და მეორე რაუნდში საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ უპირატესობა მოეპოვებინა. ტუივასამ მესამე რაუნდში ბრძოლის ჟინი აჩვენა და ბედისწერის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ ტეიშეირას ჭიდაობამ და კონტროლმა გამარჯვება უზრუნველყო. საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი მაურისიო რუფის ეკუთვნოდა, რომელმაც რაფაელ ფიზიევი მეორე რაუნდში 4 წუთსა და 30 წამზე ტექნიკური ნოკაუტით შეაჩერა. ფიზიევი ძალიან აქტიური იყო პირველ რაუნდში, იყენებდა წიხლებს და წინ მიდიოდა, მაგრამ რუფის ტაიმინგი და ძალა უფრო გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფიზიევმა ბევრი მოარტყა, თუმცა რუფიმ უფრო სუფთა და დამაზიანებელი დარტყმები მიაყენა. ამის შემდეგ კი ერთი ძალიან დამაზიანებელი პირდაპირი მოარტყა და შემდეგ გრაუნდ ენდ ფაუნდით პარტერში დაასრულა ყველაფერი. თანამთავარ, ანუ კო-მეინ ბრძოლაში ბენუა სენდენიმ დენ ჰუკერი მეორე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ჰუკერი თავიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ურევდა წიხლებს ტანში და კარგი დაცვით ანეიტრალებდა თეიქდაუნებს. თუმცა მეორე რაუნდში სენდენიმ ჰუკერის შეცდომაზე დაიჭირა. ჰუკერი პარტერში გადაიყვანა და იქ დაასრულა ყველაფერი. ეს დენ ჰუკერისთვის ძალიან მძიმე საღამო იყო. ძალიან ბევრი რაღაცა სწორედაც გააკეთა, მაგრამ საბოლოო ჯამში ზიანის აცილება მაინც ვერ მოახერხა. და მივახოლდით მთავარ ბრძოლას. ბრძოლა ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის. ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ტიტული დიეგო ლოპესის წინააღმდეგ მსაჯთა ერთსლოვანი გადაწყვეტილებით დაიცვა. 49-46, 49-46, 50-45. ეს ბრძოლა ცოტა ცალკარასავით გამოვიდა. ვოლკანოვსკიმ დაგვიმტკიცა, თუ რატომ არის ის დივიზიონის ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო. მუდმივი განვითარება ამ ასაკშიც კი, უმაღლესი IQ და მუდმივი მოძრაობა ოქტაგონის გარშემო. ლოპეს ჰქონდა თავისი მომენტები, მათ შორის მესამე თუ მეოთხე რაუნდში დააგდო კიდევაც ვოლკანოვსკი.
მაგრამ საკმარისი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ბრძოლის სცენარი შეეცვალა. ვოლკანოვსკიმ კონტროლი შეინარჩუნა, საჭირო მომენტში მეტოქე დასაჯა კიდევაც და ოქტაგონი კვლავ ჩემპიონის ამპულაში დატოვა. Performance of the Night-ი მაურისიო რუფიმ და კილან სოლკილდმა მიიღეს, ხოლო საღამოს საუკეთესო ბრძოლად ალექს ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის დაპირისპირება დასახელდა. საბოლოო ჯამში UFC 325 წლის ყველაზე მაგარი ქარდი და არც ფეთქებადი ქარდი არ იყო. თუმცა გქონდა რამდენიმე მაღალი ხარისხის მომენტი. დავიხილეთ რამდენიმე მებრძოლის გამოსვლა, რომლებიც ამ დივიზიონებში კიდევ თავის სიტყვას ბევრჯერ იტყვიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაალაიქო ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად.